ცხადია, სწრაფად ცვალებადი სიტუაცია. ეს იყო ისრაელის ძალმხრივი ქმედება. ამიტომ ვფიქრობ, რომ ბევრი მოკავშირისთვის, მათ შორის შეერთებული შტატებისთვის, უმნიშვნელოვანესია, რომ იმუშაონ დეესკალაციაზე. ვიცი, რომ ისინი ამას აკეთებენ. ვფიქრობ, ეს არის ახლა უპირველესი. ცხადია, ნატოს მოკავშირეები ამ კრიზისს გაუმკლავდებიან. ყველა მის დეესკალაციაზეა ორიენტირებული. ამერიკის შეერთებული შტატები, რა თქმა უნდა, ამაზე მუშაობს. სხვა მოკავშირეებთან ერთად. ნატო, როგორც ალიანსი, არ არის ჩართული პროცესში, რადგან ის რეალურად ევროატლანტიკურ სამყაროზეა ორიენტირებული. თუმცა ცხადია, ნატოს მოკავშირეები ინდივიდუალურად და ერთმანეთთან თანამშრომლობით მონაწილეობენ პროცესის შეჩერებაში. რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს ამ კონფლიქტის დეესკალაცია. ჩვენი შეფასებით ვითარება სწრაფად იცვლება. ეს ყველაფერი გუშინ ღამით დაიწყო. რა თქმა უნდა, ამას შემდეგი ნაბიჯის მოხვება. ამიტომ ახლა რთულია ზუსტად იმის პროგნოზირება, თუ რა მოხდება მომდევნო 24-48 საათის განმავლობაში. უნდა შევინარჩუნოთ ძალის ხმება, რათა ვუზრუნველყოთ, რომ კონფლიქტის დეესკალაცია მოხდეს.